ზესტაფონში უსნაძის ქუჩის გზაზე, რომელიც გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზის შემადგენელია, სიტუაცია რთულია. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გზის ამ პერიმეტრზე წყალგაყვანილობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო, რამაც გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის კიდევ უფრო ავარიული გახადა. არ გაგზავნა. ცუდია, რა ვიცი, ახლა ასასკოლში მაინც ამ ცუდია. ხედავს ყველა სულრანი გზა არზა. აბუჯებულია პატრონი ახალს. ძალიან ცუდი. პრობლემა ახლა არის თავისთავად, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთდეს ის წყლის ვარიანტი რაც არის. იმის ახლა უნდა მოვითმინოთ რა ვქნათ პატარა ხანი მაინც. ამ ზამთარში ალბათ ესე იქნება და მე პირგამოძახულზე შევკვიდე რომ გავაკეთებ თავის არხები ამა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ. ვიცე-მერმა გვითხრა, რომ უზნაძის ქუჩის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით უზნაძის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სატენდერო პროცესი მიმდინარეობს. უზნაძის ქუჩასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გზაზე მიმდინარეობდა წყლის სისტემის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე მთლიანად დასრულებულია. შესაბამისად, გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული გზა არ შედის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, ის ეკუთვნის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. გამოცხადებულია ტენდერი, არის ტენდერში გამარჯვებულიც და ძალიან მალე უმოკლეს ხანში დაიწყება აღნიშნული გზის რეაბილიტაციაც და მოწესრიგდება კიდევ ერთხელ უზნაძის ქუჩა და ჩვენ შესაბამისად აღნიშნული ტროტუარები მოვაწყობთ და ასე რომ ვთქვათ, ერთი ახალი განახლებული ქუჩა შემოგვივა კიდევ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. უზნაძის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც მივწერეთ. დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი, თუმცა ვადები დაკონკრეტებული არ არის. 6-დან 17 თებერვლამდე ზესტაფონის მოსახლეობამ ის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, რომელსაც უპირატესობას ხმათა უმრავლესობით მიანიჭებს. ამისთვის კი მათ სოფლის კრებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის 60 სოფელში გაიმართება. ზესტაფონში მცირე პროექტების დასაფინანსებლად 832,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა კი ასე გამოიყურება: სასმელი წყლის სისტემები, სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრის სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, სარეკრეაციო სივრცეებით, სველი წერტილებითა და შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ასათვისებელი თანხის მოცულობა წინა წლების მსგავსად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. მთავრობის განკარგულების გამოვიდა თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შეხვდა 832,000 ლარი. და ეს უბრალოდ კანონის შესაბამისად გაწერილია, თუ ჯერ იქნება სოფლის კრებები პირველ რიგში უნდა ჩატარდეს და უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით უნდა შედგეს ეს ისა. ძირითადად ყურადღება როგორც ყოველთვის ექცევა წყლის რეაბილიტაციას, მცირე მარტივი წყალსადენების სოფლად, აგრეთვე გზებს, გარკვეულ მონაკვეთებს, რასაც ეყოფა გაცდება ეს თანხა და არის გარე განათებები წამოვიდა, ამაში უბნების მიხედვით კეთდება გარე განათებები. ძირითადად ეს არის და იქ არის ჩამონათვალი კიდევ რაზე შეიძლება ეს თანხები დაიღაროს, ეს უბრალოდ ხალხის გადაწყვეტილებით. კრებას ატარებს თვითონ სოფელი და რა გადაწყვეტილებაც იქნება კენჭისყრის საფუძველზე, მის მიხედვით იქნება ჩამოიწერება მერე განხორციელდება მცირე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები. ზესტაფონის მარგვეთმა საქართველოს თასის მეოთხედ ფინალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდს უმასპინძლა და 86-ით 108 დამარცხდა. შეხვედრა მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.
განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი დედაქალაქში გაიმართება და სწორედ მის შედეგზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა ზესტაფონელ კალათბურთელთა გუნდი თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას. ეს შეხვედრა მარტში გაიმართება. მანამდე კი რამდენიმე დღეში, უფრო კონკრეტულად 8 თებერვალს ზესტაფონის მარგვეთს სუპერლიგის მომდევნო ტურში თამაში მოუწევს. ჩვენი ქალაქის გუნდი გაგრელ კალათბურთელთა გუნდს დაუპირისპირდება. პირველ რიგში მივულოცავთ ესეოს გამარჯვებას, რთული თამაში იყო, სამწუხაროდ დაუმარცხეთ და არაუშავს არსებობს მეორე რაუნდი, ესე ვთქვათ, მეორე ტური იქნება სათამაშო ესეოს წინააღმდეგ და ვეცდებით რომ მოვიგოთ. 8-ში გვაქვს შემდეგი თამაში ამრას წინააღმდეგ 8 თებერვალს თბილისში. და სუპერლიგაში ვაგრძელებთ მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, თასის და გათამაშებაც არ დასრულებულა და შეიძლება რომ თასის მოგებაც შეიძლება ასე ვთქვათ. ნამდვილად კარგი თამაში იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი მარგვეთი თამაშობდა. ჩვენ თავისთავად მოგება გვინდოდა, ჩვენ გუნდს გულშემატკივრობდით, მაგრამ ამ ეტაპზე დავმარცხდით. კარგად ჩაიარა თამაშმა, ველოდებით შემდგომ მოგებებს. აგრძელებს პროგრამას, რომელიც ეხება მდინარეების დათევზიანებას ადგილობრივი კალმახის სახეობებით. როგორც წესი, დათევზიანება ხდება დაცვის ქვეშ აყვანილ ტერიტორიებზე ან უბრალოდ დაცულ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით საირმეში, განთქმული აქაურობა მდინარეებით, უხვწყლიანი ჭქერებით, ღელეებით. სამწუხაროდ 30 წელი ისე მიმდინარეობდა მთელ ქვეყანაში, რომ ჩვენ ბუნებას პრობლემები შეექმნა ფაუნის სახეობებს და აგერ ენთუზიაზმი და ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა სალიცენზიო მეურნეობის ხელმძღვანელობამ, დღეს დაგვირგვინდა პირველი ნაბიჯი, კერძოდ მდინარის კალმახის მოშენება.